მუსიკის კერპები, Earth, Wind and Fire. Earth, Wind and Fire არის ბენდი, რომელმაც ჯაზის სუფთა ფანკურ მუხტად აქცია. ისინი იყვნენ ჯგუფი, რომელმაც მუსიკაში არტისტულობა და შოუმენობა შემოიტანა. Earth, Wind and Fire-მა Morris White-ის წინამძღოლობით ხუთი ჟღერადობა მუსიკალურ ჩარტებში აიტანა. Morris White დაიბადა 1951 წლის 19 დეკემბერს მემფისში, ტენესის შტატში. დედამისი საცხოვრებლად ჩიკაგოში გადავიდა. ამიტომ მორისი ბებიამ გაზარდა ფუტის ჰოუმსის დასახლებაში. სამხრეთ მემფისში გაზრდილი მორისი ეკლესიის გუნდს, კერძოდ კი საეკლესიო გოსპელ გუნდს შეუერთდა, როდესაც ის დაახლოებით 6 წლის იყო. და როდესაც ის წამოიზარდა, უფრო მეტად დაინტერესდა პერკუსიით და დრამით. მან დაიწყო დაკვრა თავისი უბნელი მეგობრისთვის, რომელსაც Booker T. Jones-ი ერქვა. მან კი მოგვიანებით ჩამოაყალიბა საკულტო ჯგუფი Booker T and the MGs. მორისი ხშირად სტუმრობდა დედამისს და მამინაცვალს ჩიკაგოში. მორისის უმცროსი ძმა ვერდინი 1951 წელს დაიბადა. ფრედი უაიტი კი 1955 წლის იანვარში მოევლინა ქვეყანას. ვერდინიც და ფრედიც მაილს დეივისისა და ჯონ კოლტრეინის შემოქმედებას და სხვა ჯაზ მუსიკაზე გაიზარდნენ. რადგან მათი მამა, უფროსი ვერდინი, ჯაზის უდიდესი თაყვანისმცემელი იყო. ვერდინი ფანტასტიკური ბას-გიტარისტი გახდა, რადგან სამუშაო დღეებში ის კონტრაბასის გაკვეთილებს როდი ვეილორისგან იღებდა, რომელიც ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრში უკრავდა. ეს კი კლასიკური მუსიკის აბსოლუტური მწვერვალია. თუმცა უქმეებზე ის მიდიოდა და ჩეს რეკორდში ელექტრო ბას-გიტარას ეუფლებოდა, ხოლო ჩეს რეკორდსი ბლუზის სახლი იყო, ელექტრონული ბლუზის აბსოლუტური ოლიმპია. ასე რომ ისინი გაკვეთილებს უმაღლესი დონის ძალიან კარგი ადამიანებისგან იღებდნენ. როდესაც მორისი ჩიკაგოში ვერდინს შეუერთდა, თამაშში გამოჩნდა ორი ინფლუენსერი, რომლებმაც საბოლოოდ ჩამოაყალიბა Earth, Wind and Fire. მემფისური გოსპელი, რომელიც მორისმა ჩამოიტანა და უფრო ჯაზური ელფერის მქონე ჩიკაგოს ჟღერადობა, რომელსაც ვერდინი ძალიან კარგად იცნობდა. ეს ორი მიმართულება ერთმანეთს საუკეთესოდ შეერწყა და ისინი პრაქტიკულად განუყოფელნი გახდნენ Earth, Wind and Fire-ის მთელი კარიერის განმავლობაში. აი საიდან მოდიოდნენ ისინი. ეს იყო ორი განსხვავებული მუსიკა, ამერიკის შეერთებული შტატების ორი განსხვავებული კუთხიდან. ფილიპ ბეილი დაიბადა 1951 წლის 8 მაისს დენვერში, კოლორადოს შტატში. მას ადრეული ასაკიდანვე აინტერესებდა ჯაზ მუსიკა, ისევე როგორც ლეიბლ მოთაუნის შემოქმედება. კერძოდ კი სტივი ვანდერი. ის საკმაოდ ახალგაზრდა ასაკიდან უკრავდა R&B ბენდებში. 1969 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ ფილიპ ბეილი შეუერთდა ადგილობრივ R&B ბენდს, სახელწოდებით Friends and Love. მასზე გავლენას ახდენდნენ როგორც ჯაზ მუსიკოსები, ისე ქალი ვოკალისტები, განსაკუთრებით კი დიონ უორვიკი. 1960-იანი წლების შუა პერიოდისთვის მორის უაიტი ჩეს რეკორდში სესიურ დრამერად მუშაობდა. მან რამდენიმე სიმღერაში დაუკრა და ითანამშრომლა საოცარ შემსრულებლებთან. ის მონაწილეობდა ფონტელა ბასის ჰიტში Rescue Me. უკრავდა ისეთ ლეგენდებთან ერთად, როგორიც იყო მაგალითად ეტა ჯეიმსი. მან დაუკრა სიმღერაში Summertime. 1969 წელს ორ მეგობართან ერთად მორისმა ჩამოაყალიბა ჯგუფი The Salty Peppers, რომელმაც კონტრაქტიც კი გააფორმა ლეიბლ Capitol Records-თან და შუა დასავლეთში შექმნა ჰიტი La La Land. მორისი ჩიკაგოდან ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად და ხელშეკრულება გააფორმა Warner Brothers-თან, რის შემდეგაც დაიწყო ახალი ბენდის შეკრება, რომელიც საბოლოოდ იქცა Earth, Wind and Fire. მან ჯგუფის 10 წევრიდან 6 პირდაპირ მშობლიური ჩიკაგოდან წაიყვანა. მათ შორის თავისი ძმა ვერდინი. ლოს-ანჯელესში მორისმა კასტინგი გამართა და ბენდის შემადგენლობას ჩესტერ ვაშინგტონი, ლესლი დრეიტონი და მაიკლ ბილი დაუმატა. მორისი თავის ასტროლოგიური ნიშნით იყო შთაგონებული, როდესაც მოიფიქრა სახელი Earth, Wind and Fire. ის იყო მშვილდოსანი, რაც ცეცხლის ნიშანია, მაგრამ მას ასევე აქვს მიწა და ქარის ელემენტები. აქედან გამომდინარეობს სახელიც და სწორედ ამიტომ არ არის მასში ნახსენები წყალი.
Earth, Wind and Fire-ის სადებიუტო ამავე სახელწოდების ალბომმა კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა კომერციულად წარმატებული არ ყოფილა. მასში შედიოდა სინგლი Love is Life, რომელიც ბენდისთვის პირველ სიმბოლურ წარმატებად იქცა. ეს მუსიკა უჩვეულოდ ოპტიმისტური იყო. ეს არ გახლდათ აგრესიული მუსიკა, ეს იყო სულიერად ამაღლებული მუსიკა. ისინი მხარს უჭერდნენ სამოქალაქო უფლებების მოძრაობას, ამიტომ ეს ძალიან პოზიტიური შთამოგონებელი მუსიკაა. მათ აქებდნენ მუსიკალური დახვეწილობისთვის, თუმცა ალბომები ბევრი არ იყიდებოდა. Earth, Wind and Fire-მა ჩაწერა საუნდტრეკი Melvin Van Peebles-ის 1972 წლის ფილმისთვის Sweet Sweetback Badass Song, რომელიც მოულოდნელ ჰიტად იქცა. შავმა პანტერებმა ის სავალდებულო სანახაო ფილმად გამოაცხადეს და სტუდენტურ წრეებში მან დიდი პოპულარობა მოიპოვა. ეს ფილმი ეხება შავკანიანთა უფლებების გაძლიერებას, რაც სამოქალაქო მოძრაობიდან მოდიოდა. ის საკუთარი თავის დაცვაზეა, ხოლო Sweet Sweetback-ი ახალი ტიპის გმირი იყო. ალბომი The Need of Love მოგვიანებით 1971 წელს გამოვიდა და Billboard-ის ჩარტებში 99 ადგილამდე აიწია. მორისმა ბენდზე სრული კონტროლის აღება დაიწყო და შემადგენლობა 8 წევრამდე შეამცირა. მან დაითხოვა ბევრი მანამდე აყვანილი მუსიკოსი, რის შედეგადაც ამ ორიგინალური შემადგენლობიდან მხოლოდ ის და ვერდინი დარჩნენ. მათ უფრო ახალგაზრდა ადამიანები აიყვანეს, რომლებსაც გაცილებით მეტი ენერგია ჰქონდათ. სწორედ ამ დროს შემოდის Philip Bailey და ის Earth, Wind and Fire-ის უდიდესი ფიგურა ხდება. ასევე Jessica Clivesy, რომელიც ჯგუფში დიდხანს არ დარჩენილა, თუმცა ძალიან კარგი soul ვოკალისტი იყო. ამის შემდეგ ჯგუფის ჟღერადობამაც ტრანსფორმაცია დაიწყო. ჯგუფი ფანკ მუსიკას უკრავდა, რაც დისკოს ნამდვილი წინამორბედი იყო. ლეიბლმა Warner Brothers-მა კი უბრალოდ და როგორ გაეკეთებინა ამის პრომოუშენი. მათ ლეიბლზე მხოლოდ ერთი სხვა ბენდი ყავდათ, რომელიც ფანკს უკრავდა. Earth, Wind and Fire-ი მხარდამჭერ ტურნეში გაყვა ჯონ სებასტიანს, რომელიც The Lovin' Spoonful-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. და სწორედ ამ ტურნეს დროს ნახა მათი გამოსვლა Clive Davis-მა Columbia Records-დან. მან მყისვე დაინახა მათში რაღაც განსაკუთრებული. იცოდა, რომ მათთან მუშაობა შეძლებდა და იმდენად აღფრთოვანებული დარჩა, რომ მათი კონტრაქტი Warner Brothers-ისგან გამოისყიდა. Last Days and Time არის ჯგუფის მესამე ალბომი, რომელიც 1972 წელს გამოვიდა. ეს მათი პირველი ალბომია Columbia-სთვის და რაც საკმაოდ საინტერესოა, ის ნამდვილი მიქსია. მასში არის უფრო რადიოსთვის მისაღები სიმღერები, როგორიცაა Pete Seeger's კავერი, რომელიც სპეციალურად შეიტანეს ალბომში, რათა რადიოში დაეტრიალებინათ. მაგრამ ამავდროულად აქვთ 8 წუთიანი ფანკ მიქსები. მაგალითად Power, რაც რეალურად აჩვენებს თუ სად დევს Morris White-ის მუსიკალური გული. Power Morris-ის მიერ იყო დაწერილი. ის 8 წუთს გრძელდებოდა. მასში იყო ვავა გიტარა, ნამდვილი ფანკური საფუძველი. მასში ასევე ჟღერდა კალიმბა, აფრიკული ფორტეპიანო, რომლის პოპულარიზაციასაც მოგვიანებით ხელი შეუწყო Morris White-მა და ამან ისინი სხვებისგან გამორჩეული გახადა. ეს იყო უმაღლესი დონის ფანკის 8 წუთი. ალბომი Head to the Sky 1973 წელს გამოვიდა. ის საკმაოდ კარგად გაჰიტდა და ორი შესანიშნავი სინგლი დატოვა: Evil და Keep Your Head to the Sky. Keep Your Head to the Sky ერთგვარი გარდამტეხი წარმატება იყო Earth, Wind and Fire-ისთვის. რადგან მან ჯგუფს მოუტანა პირველი ნამდვილი ჩარტების წარმატება სინგლების კუთხით. Evil საუკეთესო 20-ულში შევიდა, ხოლო Keep Your Head to the Sky საუკეთესო 60-ულში. 1974 წელს გამოიცა Open Your Eyes, რომელიც მიიჩნევა Earth, Wind and Fire-ის პირველ crossover ალბომად. მან პლატინის სტატუსი მიიღო და ჩარტებში მე-15 ადგილზე გავიდა. მასში შედიოდა სინგლი Mighty Mighty, რომელიც საუკეთესო 20-ულში ბენდის პირველი სინგლი გახდა. ეს იყო კიდევ ერთი მწველი ფანკი. ალბომში ასევე იყო სატიტულო ტრეკიც, რაც კიდევ ერთი ბრწყინვალე ჩანაწერი გახდათ. ისინი ნახტომებით და გიგანტური ნაბიჯებით მიიწევდნენ წინ. ყოველ ჯერზე, როცა ფიქრობდით, რომ მათ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს წინ, ისინი კიდევ უფრო შორს მიდიოდნენ. 1975 წელს ჯგუფს მიმართა Sick Shore-მა, რათა ჩაეწერათ საუნდტრეკი ფილმისთვის That's the Way of the World. ფილმში თავად ბენდის წევრებიც გამოჩნდნენ, სადაც საკუთარ თავს თამაშობდნენ. ჯგუფმა ნახა ეს ფილმი და საშინლად არ მოეწონათ. ფიქრობდნენ, რომ ეს იქნებოდა აბსოლუტური კრახი და კოშმარი. ამიტომ მათ ფილმის გამოსვლამდე საკუთარი საუნდტრეკ ალბომი გამოუშვეს, რათა ალბომსაც იგივე ჩრდილი არ მიყენებოდა და ფილმთან არ ასოცირებულიყო. ისინი დიდ წარმატებას არ ელოდნენ, თუმცა ალბომი ჩარტების პირველ ადგილზე მოექცა.
მას 70-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ალბომი უწოდეს, ხოლო სინგლი Shining Star ასევე ჩარტების პირველ ადგილზე გავიდა. ისინი ფაქტობრივად გახდნენ პირველი შავკანიანი შემსრულებლები, რომლებსაც ერთდროულად პირველი ადგილის მფლობელი ალბომიც ჰქონდათ და სინგლიც. სინგლ Shining Star-ის წარმატების შემდეგ, რომელიც Billboard-ის სინგლების ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა და ჯგუფს გრემი მოუტანა, მომავალ პროექტებში უკვე ჩასაბერის საკრავების სექცია შემოიყვანეს. ასე რომ, Phoenix-ის რქები Earth, Wind and Fire-ის განუყოფელი ნაწილი გახდა. ჩასაბერებმა ხელი შეუწყო იმ ფანკ ჟღერადობის სრულყოფასა და განსაზღვრას, რომელიც ჯგუფს ისედაც ჰქონდა, მაგრამ ამით ყველაფერი უცებ ახალ საფეხურზე ავიდა. მორისმა ზუსტად შეარჩია მომენტი, როდესაც მათ ამის ფინანსური საშუალება მიეცათ. ეს არც პირველი იყო და არც უკანასკნელი, ის იყო გაბედული და მისმა გაბედულობამ გაამართლა. მუსიკის კერპები. Earth, Wind and Fire. $1976 წელს ბენდმა გამოუშვა ალბომი Gratitude, რომლის 2/3 საკონცერტო, ხოლო დანარჩენი ნაწილი რამდენიმე ახლად დაწერილი და სტუდიაში ჩაწერილი ტრეკებია. ის 1976 წლის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ალბომი გახდა. მათ გრემის ნომინაცია მიიღეს სინგლისთვის Cannot Hide Love და ასევე სატიტულო სინგლისთვის Gratitude. ალბომმა რეალურად 3 კვირა გაატარა ალბომების ჩარტის პირველ ადგილზე, მიიღო პლატინის სტატუსი და 3 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. Earth, Wind and Fire-ის მეშვიდე სტუდიური ალბომი Spirit 1976 წელს გამოიცა და ჩარტებში მეორე ადგილს მიაღწია. სანამ ბენდი Spirit წერდა, მათი პროდიუსერი Charles Stepney გულის შეტევით გარდაიცვალა. ის ჯგუფის ჟღერადობის უზარმაზარი ნაწილი იყო. ის მორისთან ერთად ჯერ კიდევ Chess Records-ის პერიოდში მუშაობდა და როგორც ვერდინმა თქვა, მორისი მთავარი მოთამაშე იყო, ხოლო ჩარლზი მწვრთნელი. და ის მათ საშინლად აკლდათ. ამავდროულად მორისმა ჩამოაყალიბა საპროდიუსერო კომპანია Kalimba. ამ ლეიბლზე მან აიყვანა ჯგუფი Emotions და კონტრაქტი გააფორმა დენის უილიამსთან. ასე რომ ის ნელ-ნელა ყალიბდებოდა ანტრეპრენერად და ადამიანად, რომელმაც სხვების კარიერაზე დაიწყო სრულმა. ისევე როგორც საკუთარ ბენდზე. 1970-იანი წლების განმავლობაში ის შოუები და პერფორმანსები, რომლებსაც Earth, Wind and Fire იდგამდა, სულ უფრო და უფრო ექსტრავაგანტული ხდებოდა. პიროტექნიკა, მაგია, მომენტები, როდესაც ბენდის წევრები ჰაერში ლევიტირებას იწყებდნენ. სცენაზე ჩამომავალი გიგანტური პირამიდები, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო ის ჰიპნოზური ცოცხალი შოუები. ზოგიერთი ამ შოუს რეჟისორი ცნობილი ილუზიონისტი Doug Henning იყო, რომელსაც ასისტენტობას ახალგაზრდა დევიდ კოპერფილდი უწევდა. მათი საუკეთესო ჰიტების პირველი კრებული იყო სწორედ ის მტკიცებულება, რაც ხალხს სჭირდებოდა იმის დასანახად, თუ რამდენად დიდები იყვნენ ისინი. მან 5 გზის პლატინის სტატუსი მიიღო. მასში ასევე შესული იყო რამდენიმე ახალი სიმღერა, მაგალითად September, რომელმაც სინგლის სახით ფანტასტიკური წარმატება მოიპოვა. $1978 წელი Earth, Wind and Fire-ის წელი იყო. მათ 3 გრემი მოიგეს და უკრეს UNICEF-ის საქველმოქმედო კონცერტზე და ჰქონდათ ისეთი მასშტაბური ჰიტები, როგორიცაა September და Beatles-ის სიმღერის Got to Get You Into My Life-ის ფანტასტიკური ვერსია. ჯგუფისთვის Boogie Wonderland უდიდესი გარდამტეხი მომენტი იყო. მასში მონაწილეობდა ჯგუფი The Emotions, მორისის საპროდიუსერო კომპანიიდან, მაგრამ ასევე ვფიქრობ, ეს იყო მომენტი, როდესაც მათ სრულიად მოიგეს დისკო. მათ ეს ადრე ასე ღია დარასდროს გაუკეთებიათ, მხოლოდ მიანიშნებდნენ. მათ აჩვენეს, რომ დისკოს დაკვრა ყველაზე უკეთ შეეძლოთ. Morris White ძალიან შორს მჭრეტელი და მოხერხებული იყო. მან ზუსტად იცოდა, როდის სჭირდებოდა ჯგუფის ჟღერადობას წინ წაწევა. მაგალითად ალბომით Race, როდესაც მან დაიწყო ელექტრონული და ციფრული მუსიკის ელემენტების შემოტანა, რადგან ხედავდა, რომ მუსიკალური ლანდშაფტი იცვლებოდა და მას ფეხი უნდა ეწყო ამისთვის. შედეგი კი საოცარი იყო. ალბომმა პლატინის სტატუსი მიიღო და ასევე მოიტანა მასშტაბური ჰიტ სინგლი Let's Groove, ხოლო სიმღერამ Wanna Be With You მათ კიდევ ერთი გრემი აჩუქა.
1983 წელს ბენდმა ორი ახალი ალბომი გამოუშვა: Power Light და Electric Universe. Electric Universe იყო პირველი შემთხვევა დიდი ხნის განმავლობაში, როდესაც Earth, Wind and Fire-მა გამოუშვა ალბომი, რომელიც არც კრიტიკოსებმა მოიწონეს და არც კომერციულად გამოდგა წარმატებული. ასე რომ მორისმა ნაცვლად იმისა, რომ ეფიქრა ახალი ჰიტის ჩაწერაზე, ტაიმ-აუტი გამოაცხადა. Philip Bailey-ს საკმაოდ წარმატებული სოლო კარიერა ჰქონდა. მან გამოუშვა ალბომი Chinese Wall, რომლის პროდიუსერიც Phil Collins-ი გახლდათ. რის შემდეგაც მან და Phil Collins-მა ჩაწერეს მასშტაბური ჰიტი Easy Lover. Morris White საკმაოდ ცნობილი პროდიუსერი გახდა იმ პერიოდში, როდესაც ჯგუფს შესვენება ჰქონდა გამოცხადებული. ის მუშაობდა Cher-თან, Neil Diamond-თან და Barbara Streisand-თან. ასევე გამოუშვა სოლო ალბომი, რომელშიც შედიოდა სიმღერის Stand By Me cover ვერსია, რომელიც ჩარტებში საკმაოდ მაღალ პოზიციებზე მოხვდა. Verdin White მუსიკალური კლიპების წერასა და რეჟისურაზე გადაერთო და ასევე ითანამშრომლა ჯგუფთან Level 42, მათ სინგლზე Standing in the Light. იმუშავეს ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან, Larry Dunn-თან ერთად. 1987 წელს სამწლიანი პაუზის შემდეგ Columbia Records-მა დაარწმუნა Philip Bailey და Morris White-ი, რომ ნაყოფიერი და მათივე ინტერესში იქნებოდა თუ კვლავ გაერთიანდებოდნენ და ახალ ალბომს ჩაწერდნენ, რაზეც ისინი დათანხმდნენ. ახალი შემადგენლობითა და შესაბერების ახალი სექციით მათ ჩაწერეს ალბომი Touch the World, რომელიც ჩარტებში 33 ადგილზე გავიდა. ამ ალბომიდან სინგლები System of Survival და Thinking of You ორივე ჩარტების პირველ ადგილზე მოექცა. მასში აღარ იყო ელექტროჟღერადობა, სინთეზატორები პრაქტიკულად გაქრა და ვფიქრობ, ყველა მეტ-ნაკლებად კმაყოფილი დარჩა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მათ შეეძლოთ ცოცხლად დაკვრა, ხოლო ამ სფეროში მათი რეპუტაცია კვლავინდებურად შეუდარებელი და უღალატო იყო. – 1994 წელს Morris White-მა განაცხადა, რომ სურდა ტურნეებში მონაწილეობის დასრულება, რადგან ვეღარ უძლებდა გზაზე ყოფნის სიმძიმესა და სირთულეებს და სცენაზე ბენდის ლიდერობა Philip Bailey-მ გადაიბარა. თუმცა 1999 წელს ცნობილი გახდა, რომ Morris ჯერ კიდევ 1997 წელს დაუსვეს პარკინსონის დაავადების დიაგნოზი და სწორედ ეს იყო მისი რეალური მიზეზი. მან ტურნეებს თავი დაანება, რათა საკუთარ ჯანმრთელობაზე ეზრონა. Morris-ი შესაძლოა ჩამოშორდა საკონცერტო ტურნეებს, მაგრამ ის ნამდვილად რჩებოდა ჯგუფის უმნიშვნელოვანეს ნაწილად. ის კვლავ აკეთებდა არანჟირებას და პროდიუსერობას. 2000 წელს ჯგუფი შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. ცერემონიას ესწრებოდა კლასიკური 1973-80 წლების შემადგენლობის ყველა წევრი. მათ შორის Morris White, Verdin White, Fred White, Philip Bailey და Ralph Johnson-ი. 2000 წელს Earth, Wind and Fire-მა თეთრ სახლში Bill Clinton-თან ერთად მაროკოს მეფის მუჰამედ მეოთხის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ სადგილზე დაუკრა. აღმოჩნდა, რომ მეფე მუჰამედი ჯგუფის უდიდესი თაყვანისმცემელი იყო და მან ჯგუფი მაროკოში თავის მომავალ დაბადების დღესზე დასაკრავად მიიწვია. მათმა 2005 წლის ალბომმა Illumination, Earth, Wind and Fire ახალ თაობას გააცნო. მასში მონაწილეობდნენ ისეთი მოწვეული სტუმრები, როგორებიც არიან will.i.am და Kelly Rowland. ასევე ალბომზე გამოჩნდნენ ძალიან მნიშვნელოვანი პროდიუსერები Jimmy Jam და Terry Lewis. ასე შეიკრა კავშირი მომავალ თაობასთან. ალბომი Billboard-ის საუკეთესო 20-ში მოხვდა და ეს იყო Earth, Wind and Fire-ის ნამდვილი აღორძინება. 2009 წელს თებერვალში ჯგუფი კვლავ დაბრუნდა თეთრ სახლში და ისინი გახდნენ პრეზიდენტ ობამას პირველი მუსიკალური სტუმრები. მისმა პრესამ მდივანმა განაცხადა, რომ გამორიცხული იყო Earth, Wind and Fire-ის გარდა სხვა რომელიმე ბენდი ყოფილიყო პირველი, ვინც მისთვის თეთრ სახლში დაუკრავდა. ის ისევე როგორც უამრავი სხვა ადამიანი და მათ შორის საკუთარი ჩიკაგოური წამომავლობის გამოც ჯგუფის თავგამოდებული ფანი იყო. 2013 წელს ალბომი Now, Then and Forever გახდა პირველი ნამუშევარი Earth, Wind and Fire-ის ისტორიაში, რომელიც Morris White-ის ყოველგვარი სერიოზული შემოქმედების წვლილის გარეშე შეიქმნა. ეს ალბომი ძალიან მკაფიოდ დაბრუნებდა მათ 70-იანი წლების შუა პერიოდის ჟღერადობასთან და ის საკმაოდ წარმატებულიც გამოდგა.
day by day, our hearts entwine till I can't tell yours from mine. მორის უაიტი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა პარკინსონის დაავადებით და ის ძილში გარდაიცვალა 2016 წლის თებერვალში, 74 წლის ასაკში. ჯგუფმა ფანტასტიკურად დიდი გავლენა მოახდინა მუსიკაზე. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მათ აიღეს ქუჩის ჟღერადობა და ის მეინსტრიმად აქციეს ისე, რომ საკუთარი იდეალებისთვის არ უღალატიათ. ამან უამრავი თაყვანისმცემელი მიიწვია არა მხოლოდ პრეზიდენტები, არამედ ისეთი ადამიანებიც, როგორებიც არიან დიონ უორვიკი, ბობ დილანი და სხვა მრავალი. Earth, Wind and Fire-ის მემკვიდრეობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი იყვნენ როგორც ფანკის, ისე დისკოს ერთ-ერთი მთავარი პიონერები, რომელთაც ჰქონდათ წარმოუდგენლად პროდუქტიული და სტაბილურად წარმატებული შემოქმედებითი გზა. მათ სრულიად შეცვალეს 1970-იანი წლების შავკანიანი პოპ მუსიკის ჟღერადობა. სტივი უანდერთან ერთად მათ მეინსტრიმ კულტურაში აფრიკული და ტომობრივი მუსიკის ელემენტები შემოიტანეს. ამას თქვენ ისმენთ თანამედროვე ჰიპ-ჰოპში. გესმით ახალი სტილის R&B-ში. გესმით ყველასთან, ვინც ახდენს ჟანრების სინთეზს. ვინც ერთმანეთში აზავებს ჯაზს, ფანკს, დისკოს, soul-სა და პოპს. ეს არის ძალიან კომპლექსური, უმაღლეს დონეზე შესრულებული მუსიკა. მასში ყოველთვის შემოაქვთ სიხარულის განცდა. ეს არ არის მძიმე, მის მოსასმენად სამეცნიერო ხარისხი არ გჭირდებათ. მასში არის სიცოცხლის დიდი სიყვარული და ვფიქრობ, ყველაფერი სწორედ აქამდე მიდის. ჩემი აზრით, სწორედ ეს დევს მათი მიმზიდველობის გულში. ეს არის ძალიან, ძალიან დახვეწილი მუსიკალური ნიჭი, რომლისგანაც სიამოვნების მიღება აბსოლუტურად ყველას შეუძლია. Little Dot Studios ნაწარმოები. რეჟისორი და პროდიუსერი ლინდი სევილი. გახმოვანებულია ვინილი ჯის მიერ.